ქართულ ოცნებაში უმრავლესობის ხტომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში ქართული ოცნება 4 ოქტომბერს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას დაიწყებს. მამუკა მდინარაძის შეფასებით განუჩლოდ იმისა მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში ოპოზიცია, 64-ვე მუნიციპალიტეტში ისინი დამარცხებისთვის არიან განწირულნი. ქართული ოცნების ლიდერმა ისაუბრა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზეც. როგორც ის განმარტავს, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია დამნაშავედ გამოცხადებული პოლიტიკური პარტიის სატელიტმა პარტიებმა ან კონკრეტულმა პირებმა ვეღარ შეძლონ პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება. ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნები, როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებზეა საუბარი და გავიმარჯვოთ დამაჯერებლად, რისთვისაც როგორც აღნიშნე, უახლოეს პერიოდში დავიწყეთ მზადებას და პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რომ რიგით მე-10 არჩევნებში ქართული ოცნება მოიპოვებს მე-10 დამაჯერებელ გამარჯვებას. ჯერ კიდევ არის დრო და ჩვენი ოპონენტები, რა ვიცი, ოპონენტებად თუ იწოდებიან, არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ისინი დამარცხებისათვის არიან განწირულები, რადგან საქართველოს აგენტურული პარტიები ვეღარასდროს გაიმარჯვებენ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც უმრავლესობის ფორმატში იყო მსჯელობა, ეხება პარტიის ყრილობის გამართვის საკითხს, თავდაპირველად ჩატარდება რეგიონული კონფერენციები, როგორც ეს ხდება ხოლმე როგორც წესი, და შემდეგ უკვე გაიმართება ქართული ოცნების ყრილობა, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე. ასევე განახდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, მცირედით, მაგრამ განახლება იქნება, დეტალები როგორც ყრილობის თაობაზე, ასევე პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაზე მოგვიანებით გახდება ცნობილი.